სამშვიდობის ისევ შემომერბინა. ორჯერ დორა კარგი იქნება. ვისაც გიყვარვართ იმათთვის. ვისაც არ გიყვარვართ და არ მოგწონვართ აქ სიყვარულზე ლაპარაკისად მეტია, მოდი ამოვიღოთ სიტყვა სიყვარული და უბრალოდ ჩავრთოთ მხოლოდ ადამიანური მომენტები. მაგ შემთხვევაში არ ვიცი თქვენი როგორ არის თქვენი საქმე, ვერ გეტყვით. ეხლა ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი თქვენს კომენტარებით, თქვენი კომენტარებით ტკბებოდი და ამომიგდო კომენტარი და მე გადავყევი, რა თქმა უნდა. არაერთხელ მომიყოლია თქვენთვის, რომ ბრაზის კონტროლი დავკარგე. ან დავაკარგინე საკუთარ თავს და მე მაინც ვფიქრობ, თქვენ ხშირად მეუბნებით ხოლმე, ჩემი გოგოები და მამშვიდებთ და ჩემი უსაყვარლის ქალბატონები, რომ მოპატიეთ, რომ არ უნდა აყვე ადამიანებს, რომ ეს ისეთი სივრცეა, სადაც ყველაფერი უნდა მივიღო, რომ არ არის მართებული, რომ პასუხი გავცეთ იმ სიბოროტეზე თუ მარაზმზე, რასაც ჩადიან, მაგრამ ხო მე ვერ გემორჩილებით და ვერ გეთანხმებით მაგ საკითხში, იმიტომ რომ აბსოლუტურად დაკარგული მაქვს ბრაზის კონტროლი. უბრაზდები ყველაფერზე, ვერ ვიტან უსამართლობას და ვერ ვიტან რაღაცებს სამწუხაროდ. როცა იყო პერიოდი, რომ თითქოს მეგონა, რომ ამ ყველაფერს ისე ვატარებდი, მაგრამ თურმე კი არ ატარებ, ეს გულში გრჩება და ამიტომ გულში რო არ დამრჩეს და ჩემს გულში არ არის არავისი ადგილი ასეთი ხალხის. ამიტომ გაგცემ პასუხს, მოდი. ვინმე მაია ხიბლაშვილი. თქვენი კომენტარი ხიბლში ვერ მაგდებს. გვარი სასიამოვნო გაქვთ, მაგრამ თქვენ რატომ ხართ არასასიამოვნო? არა ხიბლში ჩავარდნის შესატყვისი სიტყვა რომელია? საზიზღარი მეტყველება გაქ. გაქ არა ქალბატონო მაია. გაქვთ. მე და თქვენ ერთ ბაღში გვივლია ერთად, არც ჯარში გვიმსახურია ერთად. შესაბამისად თქვენობით უნდა მომმართოთ. და გაქ არც ერთი გრამატიკული სიტყვა არ არის. მე თუ მეტყველებას მიწუნებთ, მე თქვენ ადამიანობასაც გიწუნებთ და პლუს გრამატიკასაც. აქ სასვენიშნებზე ლაპარაკი ზედმეტია, არაფერს არ იკლებ. ჩემმა დამ თუ რაიმე მაჩუქა და ამის ახსნას არ დავიწყებ და თუ ნავნეში ვიყიდე ორლარიანი რაიმე და თუ მუშაობაში მე თავს ვიკლავ გონებრივად თუ ფიზიკურად და თუ ჩემს ცხოვრებაში არ არის არც ერთი წამი იმის, რომ მე რაიმე არ ვაკეთო და არ ვიმუშავო, თქვენ უნდა დაგეკითხოთ, რა მოვიკლო და რა გავიკეთო? დიახ, არ მოვიკლებ. ნამდვილად არ მოვიკლებ, იმიტომ რომ ეს ცხოვრება არის ერთი წუთი სოფელი. ერთი წუთი ამ სოფელში. და როცა ადამიანი ამდენ რამეს ვიჭინთები და ვიჭიფხები მარტო, თქვენ ვერ ჩაგაბარებთ აჩოტებს და ვერ გეტყვით ახლა რომ რას გავაკეთებ და რას არა. მალდივებზე მე არ ყოფილვარ და ბალიზე მე არ დამისვენია და რა ვიცი მე. ორი ცალი რაღაც ვიყიდე საცხი და ვაზიარებ, იმიტომ რომ ჩემი გოგოები, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ვის ჩემსავით ბიუჯეტურად ცხოვრობს, მინდა რომ ის პროდუქტები, რასაც დავტესტავ და რაზეც ვიტყვი რომ კარგია, მათაც შეიძინონ და არა შენთვის. ქალბატონო მაია. მე თქვენობით არ მოგმართავთ, ძალიან გაბრაზებული ვარ და გაბრაზებულ სიტუაციას თქვენობით ფორმა არ ხდება. მაგრამ მაინც მათხოვრობ. აქ ძალიან გეშლება. მთელი ჩემი ამდენი მეგობარი დამეთანხმება, რომ არასდროს არ მიმათხოვრია. ძალიან გამჭირვებია. ნიკოლოზის ამბავზეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ პირიქით. არასდროს არ მithქვამს და გოგოებმა რომ გადმომირიცხეს უკან გადაბურიცხე. მაგასაც დაგიწერენ.
და გოგოებმა, რომლებმაც გადმომირიცხეს და უკვე ძალიან სული მძვრებოდა, მაშინ მივიღე მხოლოდ. მე არ ვიცი შენ მათხოვრობას რას ეძახი. მე არ ვიცი შენი საერთოდ სათხარ. მათხოვარი ხარ შენ. ადამიანს რო უზიარებ შენ, ეს არის ცხოვრების ამბავი. და მე თუ აქ უყვები რომ რაიმე ბოდიში ხანდახან ნერვიულობაზე ხმა მიმდის ხოლმე მაპატიეთ. რაიმე ისე არ არის, ჩემთვის მათხოვარი არავის არ უწოდებია და ამისთვის თუ ჭკვიანად არ იქნები, პასუხს გაგებინებ. სად იქნები ისეთ ადგილას, სად დაიმალებ, ყველგან მოგწებნი. ეს არ არის ნორმალური მიმართვა, ხალხო დაიმახსოვრეთ და შენც გაიგე. სად ნახე ჩემი მათხოვრობა? დებილი ბავშვი ლაპარაკობს, ანუ პირებსაც ურევს, აქ გრამატიკაში ძალიან კოჭლია. ვინ ლაპარაკობს დებილი ბავშვით? თუ მე მიწერ დებილი ბავშვით ლაპარაკობ, უნდა დამიწერო. ბ ჭირდება და არა ს. აუტანელია, არ გიყურებ. ძალიან სამარცხვინო ხარ, რა სამარცხვინო რომ დედრობით ისქესი ხარ და ჩვენს ქეს ესეთ შეურაცხყოფას აყენებ და საერთოდ არ გრცხვენია ამ ყველაფრის. აი ხა, ანუ ამას თუ უყურებ, ან საერთოდ რო დაწერე, როგორ მაინტერესებს რა იგრძენი, მოგეშვა? გეამა? კარგი მქონდეს საზღარი მეტყველება, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ მე იდეალურად უმეტყველებ სუფთა გრამატიკული ქართული მაქვს, კარგი ხმის ტემბრი მაქვს და აი ასეთი ვარ და ასე უმეტყველებ, მაგრამ უკაცრავად თქვენი მათხოვარი აქ არავინ არ არის და ძალიან გთხოვთ, რასაც დაწერთ, იფიქრეთ, ვის უწერთ, ან არ დაწეროთ საერთოდ და თუ დაწერთ, კარგად დაფიქრდით, ვის უწერთ. ძალიან კარგად დაფიქრდით. ამ სიტყვას არასდროს არ გაპატიებ. არასდროს. არ დაგბლოკავ, მაქსიმალურ ბედნიერებას მოგანიჭებ და ნახოთ, აბა შენი ისა წავა, მაგრამ ქვას არ შეხვდება, მე არ გაშინებ და არ გაშანტაჟებ. მაგრამ აუცილებლად შევხვდები. ისე როგორ იქნება, თან მე თუ მოვინდომებ, ანუ შეხვდები რისთვის, შენ გონია რამეს დაგიშავებ? მოვალ და მითხარი შენს წინ რომ დავდგები, რომ მათხოვარი ვარ. კლავიატურას რო ეფარები და ისიც არ იცი რა ამით შემიძლია რომ შენი ლოკაცია ვნახო და ყველაფერი შემიძლია რომ გავარკვიო. და გესტუმრო ერთ დღეს კარგი ბომბონერით ხელში და მოვალ და მითხარი რომ მათხოვარი ვარ. მე ამას შენგან არ მივიღებ. უბრალოდ ძალიან გავბრაზდი. თუ არ მიყურებ, კარგი. 5 კომენტარი გაქვს დაწერილი. შემდეგი ასეთი კომენტარი გაქვს დაწერილი, რომელიც მე ვერ ვნახე ხა YouTube-მა რაღაცა კომენტარები ძალიან შეაფერხა თუ არ ვიცი რა საკეთებს ხალხო თუ ვინმეს კომენტარს პასუხი არ აქან დაგულებული არ მაქვს ვიცოდეთ რომ არ მიჩანს ადრესიც გაბწკაბ ესე რომ მიხდებოდა ხოლმე თქვენი კომენტარები და ამით ვბედნიერდებოდი და თქვენს მოფერებას ვიღებდი და ვლაღდებოდი და რა ვიცი დედამიწიდან 3 მეტრზე ავდიოდი ბედნიერებისგან ეს ბედნიერება აღარ მაქვს უნდა შევიდე მოვძებნო და ისიც ხან არ ჩანს ხურდებით სამსაყულობა რომ აჩუქე ჩემმა მეგობარმა როცა რაღაცაში თანხა მჭირდებოდა ქალბატონი მაია ხიბლაშვილი რომელმაც განხიბლაშვილი რა შეიკიკინე მაგ შენი მანქანით არ მიყურო ხო არ მიყურებ ორი კვირის წინ გაქვს დაწერილი თუ არ მიყურებ სიზმრად მნახულობ ან შეიკიკინე რა მიმართვა
შენ იცი ქალბატონო მაია, რომ გეოგრაფია, სოფლელობა გეოგრაფია არ არის მენტალური მდგომარეობა? აქ იგი ძალიან იკვეთება. შეიკიკინეს მნიშვნელობა მე არ ვიცი. თუ აკვირდები სამათხოვროდ გამოდიხარ. გოგოებო, მანქანა რატომ არ მიყიდეთ? მე ხომ გემათხოვრებოდით. ხომ მოგიყევით როგორ გავაკეთე? ხომ მოგიყევით? მე მეგონა რომ რომელიმე ახალ მანქანას მიყიდდით. ეს მათხოვარი ძალიან მოსწონს. მათხოვარი სიტყვა, რომელიც მოწყალებას ითხოვს. არ ვიცი, ალბათ არ გეცოდინება შენ. ძალიან ძველი სიტყვა. ძალიან ცუდი დატვერთვის. და მართლა ადამიანი მოწყალებას რო ითხოვს. მართლა ქუჩაში რო იხვეწება. იმისთვის არ მიგადრები არასდროს და შენ უკადრებელს გადროლობ. სამათხოვროდ გამოდიხარ. რას მათხოვრობ? ფულებს, მაიადეიდა ფულებს. ყველა ევროპაში ყავს. ანუ აქ გრამატიკაში ძალიან პრობლემაა. ყავს. იმათ ემათხოვრე ყოველთვის. შენ რა იცი მე ვინ ყავს ევროპაში და ვინ ტრაკში. თუ არ მიყურებ შენ რა იცი მე ვინ სად მყავს. თუ ვინმე ყავს ევროპაში, ყველა ოჯახს თავის სარჩო საბადებელი ჭირდება. შენ არავინ გეკითხება მე ვიეს რას მოუყვები. ეს არ არის ყველა კაცი. კიდე მიწერს რომ რა ფასი აქვსო ის რო ვიყიდე ფინიკის პასტა 2 თვის წინ. უყურეთ რაშია საქმე, მე გავუბრაზდი და გამოვუბრაზდები. მაგრამ კიდევ ერთი თქვენი კომენტარი ჩემს სივრცეში ვერ დაგბლოკე სამწუხაროდ ეხა. შენ თვითონ წახვალ. იმიტომ რომ შენი ადგილი ჩვენთან არ არის. ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება მე არ მომწონდეს ადამიანი, მე მაღიზიანებდეს ადამიანი და იმას ვუსმენდე, მე ვიჯდე და ესეთ შეურაცხყოფას ვაყენებდე. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს შეურაცხყოფისთვის არ არის რაიმე სამართლებრივი ჯარიმა. აი, ესეთი რაღაცები, როგორც ბატონმა ბიძინამ გააკეთა, რომ მასზე კომენტარს დავწერთ და დაგვაჯარიმებენ, დაგვიჭერენ ცუდ კომენტარს. უნდა ვრცელდებოდეს მოქალაქეებზეც და არა მარტო თანამდებობის პირებზე. მაია, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ მე ისე მარტივად დავასრულო ხოლმე ვიდეო და ადამიანური ფორმა დავიბრუნო ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ქალი, რომელიც ასე მომმართავს მე, ქალს, რომელიც ძლივს დავდექი ფეხზე, რომელიც მართლა ვირივით ვშრომობ და მართლა არასდროს არავისთან არაფერია საკუთარ მამისთვის და ოჯახის წევრისთვის არ მithოვია არაფერი. შენ საერთოდ ვინ მოიხვედები, რომ შენ თავს აძლევ ამდენის უფლებას. ძალიან გთხოვთ, ჩემ თხოვნა, თუ ვინმეს არ მოგწონვართ, თუ ვინმეს ჩემი რაიმე გაღიზიანებთ. აუდა მას მართლა სერიოზულად ვამბობ და სერიოზულად გაბრაზებული ვარ და ეს ვიდეო არ არის იმისთვის, რომ რეიტინგი აიწიოს, იმიტომ რომ ესეთ ვიდეოებს უფრო მეტი ყურება აქვთ, ვიდრე სხვების. ძალიან გთხოვთ, მართლა მაღიზიანებს ესეთი სითავხედეები.
რაღაცა კომენტარები არის, როცა ადამიანი ისე გამოხატავს ხოლმე ამ დამოკიდებულებას და ის ასაცილოც არის და ძალიან ბევრი არ გამომიტანია და ძალიან ბევრისთვის მიმიწერია და ძალიან ადამიანურად დასრულებულა, მაგრამ ჩემ თხოვნა თუ ვინმეს მეც მაღიზიანებს, ხალხო მარტო თქვენ არ ხართ. მეც ძალიან ბევრი ვინმე არ მომწონს. მეც ძალიან ბევრი ვიღაცის რაღაცა მაღიზიანებს. ძალიან გთხოვთ. თუ ვინმეს ჩემში რაიმე გაღიზიანებთ, თუ ვინმე მათხოვრად მთვლით, არ მიყუროთ. ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად გაფრესებული ვიყავით, ეხლა რომ ვილაპარაკე, რომ დავიცალე, ძალიან მომეშვა. ეს არის ჩემი პატარა ფსიქოლოგიური რეფრეში, ანუ რაღაცებს ვაიძულებ ხოლმე ჩემ თავს, რომ თქვენ ნახევარი მოგიყვეთ, თან ნახევარი მოვიხსნა და ის მთლიანი გადმოვცე რაღაცა და მე მგონი ჩემი გოგოები ვინც დიდხანს მომყვებიან, ხვდებით ხოლმე უკვე მაგას. ძალიან გთხოვთ, რომ ნუ აკადრებთ ჯერ საკუთარ თავს. ნუ აკადრებთ. მე ის გოგონა არ ვარ, რომ რაღაცა სასწაულები დამიწეროთ და ის ჩავტოვო და გაპატიოთ და შეგარგოთ და ეხლა თუ შენ რომ დაგეწერა, რომ მე შენ არ მომწონხარ, ნამდვილად გიწუნებ მეტყველებას, ნამდვილად არ მომწონს ეგ ყველაფერი და ნამდვილად იმიტომ არ მყავხარ გამოწერილი, მაგრამ ხანდახან მაინტერესებს და შემოდიარ, ეს აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, არავინ არ გამოგეკიდება, უი რატო არ მოგწონვა. მოგწერდით, რომ მადლობა ქალბატონო მაია იმისთვის, რომ ხანდახან შემოდიხართ. მაგრამ ეს ზღვარ გადასული სითავხედეა და ეს არის არ ვიცი, თქვა, ჩემთვის ეს არის საშინელება. ჩემთვის ეს არის თქვენი მათხოვრული კომენტარი და აზრები. ძალიან გთხოვთ თქვენთვის დაიტოვეთ და ადამიანებს ნუ აღიზიანებთ. მე არ ვარ 20 წლის გოგო, არც ვიღაცის ხელწამოსაკრავი და არც მოწყალების მთხოვნელი. თუმცა მინდა გითხრა, რომ თუ გამიჭირდება, მე ისეთი სამეგობრო მყავს აქ და ისეთი გოგოები მყავს, რომ ვითხოვო მომეცემა. რომ ვითხოვო ყველა გვერდში დამიდგება. წავედი მე რა, გოგოებო. ეს არ ვიცი. არ და რა კარგ ხასიათზე ვიყავი, წლის ამოვისუნთქეთ, დავისვენე, თავი დამიამდა და რაღაც ისე ვიყავი და უცებ რო ამომიხდა, ტვიში სისხლი ჩამეგდა. ხალხო, შეურაცხყოფის მიყენებას ალბათ ჭირდება რაღაცა სხვა რამეებიც რა, მე არ შემიძლია მართლა. დედას გეფიცებით, ჩემს დედას გეფიცებით. და ჩემო შვილს გეფიცებით. მოწყალებას ვინც ითხოვს, ისინი უფრო მიყვარს მე, ვიდრე სხვა დანარჩენი ხალხი. მე არ თაკილობ იმას, რომ ვინმე შემადარეს. უბრალოდ არ ვიმსახურებ.